ისრაელის F-35-ების შემდეგ, რომლის ვიდეოებსაც ჩემარხზე ნახავთ, ირანელებმა, როგორც ამბობენ, ახლა უკვე ამერიკული ბევრი ტიპის თვითმფრინავიც ჩამოაგდეს, რომელიც არის სტელსის ტიპის. მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ეს თვითმფრინავი არის 21 მეტრის სიგრძის. დაახლოებით წარმოუდგენია, რომ შეგექმნათ ქალაქის გადამული ავტობუსი არის 18 მეტრის სიგრძეში, ანუ ამ ავტობუსზე ცოტა გრძელია. მნიშვნელოვანი იმიტომ არის ეს, რომ ეს ისევ ასეთ გიგანტურ ფოტოებს ავრცელებენ, რომელიც პროპორციაში არ ჩნდება. შემდეგ ფოტოზე აქ უკვე ზედმეტად პატარა მოუვიდეთ, ან არ ვიცი, შეიძლება სამხედროები არიან 3.5 მეტრის სიმაღლის, იმიტომ რომ ბევრი სიმაღლე 5 მეტრს აღწევს დაახლოებით. აი ეს ნამდვილი ფოტოებით, აი ამ ფოტოზე არის მეტნაკლებად პროპორციაში შენარჩუნებული, მაგრამ აქ სხვა რაღაცა არის დასაფიქრებელი, რადგან ეს თვითმფრინავი 12-დან 15 კილომეტრამდე სიმაღლეზე დაფრინავს და 15 კილომეტრიანი სიმაღლედან როგორ დაეცა თვითმფრინავი ისე, რომ აი არანაირი დაცემის ან შეჯახების კვალი ესევე ჰორიზონტალურად როგორ დაეცა, წარმოუდგენელია. აი შედარებისთვის ეს არის კადრები მისი კატასტროფიდან 2008 წელს, აი აფრენილი ოდნავ დაცემისას აი ესე საშინელ მდგომარეობაში განადგურდა და ამით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს კადრები კვლავ არის ფეიკი.